Because not like all ჩემთან ერთად მივდივართ ერთად იაპონურ მაღაზიაში. მაღაზიას ქვია Daiso და შეგიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადი ყველა ნივთი იაფად შეიძინო. ხადა ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა. თან თქვენს დიდი ხანი არ გამისერინები ხართ არსად. წავიდეთ ერთად ვიშოპინგოთ ცოტა. მოვედი, ეს არის ეს მაღაზია, მაგრამ საოცრად წვიმს. მანქანისთვის მინდა რაღაც ნივთის ყიდვა. ხოდა მოვძებნოთ ახლა სად არის მანქანის ატრიბუტები. ახლა ვიყიდება ესეთი სტამპები. იაპონიაში არ არის ხელმოწერა და ეს სტამპებს არ ტყავენ, ყველას წერია თავისი გვარი. და ამას რო იყიდე, მე უნდა წახვიდე იმაში იუსტიციის სახლში, დაარეგისტრირო, რომ ეს მართლა შენია და შენ ხარ ამის მეპატრონე და მე შეგიძლია რომ გამოიყენო შენი ხელმოწერის სანაცვლოდ. სახლის DIY რაღაცები და მანქანასაც შეიძლება ვიპოვო. ხო, მანქანის რაღაცები, ესეთი რაღაც მინდა გონი თუ ესეთი რაღაც არ ვიცი. რაღაც ამდაგვარი მინდა და რომელი მინდა არ ვიცი. ესეთ რაღაცაზე შევჯერდით. არ ვიცი რამდენად კარგად იმუშავებს. არ ვიცი მარტო მე დამემართა თუ ყველას ასე სჭირს, არ ვიცოდი აი ამ ჟალუზების საწმენდი, ეს საწმენდი თუ არსებობდა პირველად ვნახე იაპონიაში როცა ჩამოვედი. ეს 1000-დანი საწმენდებია, შეიძლება იყოს ესეთი გასაწმენდის საშუალებები მილიონობით რაღაცეებია. რადგან იაპონიაში ყველა დედა უმზადებს ხოლმე ბავშვს საჭმელს, იყრება ესი ლანჩბოქსები, ეს ღირს დაახლოებით $2. სხვადასხვა ფერის, აი სალათის შესადები მარტო ყუთები და 1000 რაღაცა. ისე გამომივიდა, გეგონება მარტო იაპონიაში უმზადებენ დედები ბავშვებს საჭმელს, ანუ სკოლაში ატანენ ხოლმე ამ ლანჩბოქსებს და ძვირიანი ლანჩბოქსებიც არსებობს, ანუ ეს პლასმასის, მაგრამ ყიდულობენ ხოლმე ეს იაფიანს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივია ესეთი. ნამცხვრის ზონა, ამ ბოლო დროს ვარ შეყვარებული ნამცხრობის ცხობაზე. ძალიან ბევრი რაღაცა საინტერესო, მაგრამ არ მაქვს დრო, იმიტომ რომ აქედან მივიდივარ პირდაპირ სამუშაოზე და როგორც გითხარით, ძალიან ბევრი სამზარეულოს ნივთებიც არის შიგნით. ვინმე სხვა არ გესიამოვნებოდა სხვადასხვა ზომის, ფორმის, სიგრძის ყინულის მეიქერები. ესეც ერთჯერადი ის არა ქვია ყინულის მეიქერი, ეს ასხავს შიგნით და ეს პატარა მრგვალებს აკეთებს, ეს გრძელებს აკეთებს. ეს რაღაცა გულის ფორმებს აკეთებს, არ გადავირიო. ახლა წავიდეთ ვიპოვოთ ის რა ქვია ფრჩხილის მანიკურები და რაღაცები, იმიტომ რომ ჯელ მანიკურები იყიდება აქ. ხშირად ყიდულობ, მე თვითონ ვიკეთებ ხოლმე და ძალიან ფანი. ვიპოვე. ოღონდ როგორიც მე მინდოდა, ის არ არის. სამწუხაროდ. მგონი ეს кайფერია. ეს იმ დღეს ვიყიდე. ეს ფერი მომწონს. ეს რა არის? 画面のメッセージに従って次の操作を行ってください。お支払い方法を選択してください。お金を入れてください。会計ボタンを押してください。ありがとうございました。レシートძალიან ჩამობნელდა. ვიყიდეთ. ყველაფერი დაჯდა დაახლოებით $15. ბნელა ძალიან და ვერ გადავიღებ ვიდეოს ხო და წავედი სამუშაოზე. იმედოვნებ რომ ვიდეო მოგეწონათ და ბაი.